რეალობისა და მისტიკის ზღვარზე. ადამიანი თავისი ცხოვრების 1/13-ს ძილში ატარებს. ცუდი ძილი იწყება მაშინ, როცა ადამიანს აქვს ცუდი ღვიძლი. ძილის დარღვევა, მიზეზები და შედეგები. ქრონიკული უძილობა, ინსომნია, როგორც კლინიკური დიაგნოზი. ძილის დარღვევა არ არის მხოლოდ უძილობა. ერთი 24 საათიანი გადათენებული ღამის შემდეგ უკვე ინსულინ რეზისტენტობის განუვითარდა ძალიან ბევრს. ძილის დარღვევა არის ჩვენი ჯანმრთელობის დარღვევის საფუძველი. ძილინებისა, ანუ ძილი ჩვენი არსობისა. რა არის სამედიცინო ენაზე ძილი? ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა შორის მაგალითად მეხსიერების კონსოლიდაციისთვის. უძილობა წარმოადგენს რისკს არაგადამდები ქრონიკული დაავადებების. ძილღვიძლის დარღვევის მთავარ მტერს ერთ-ერთს ახლა წარმოადგენს აი ეს გაჯეტები რამდენიმე მიზეზის გამო. ანემია, ღრმა. შეიძლება გახდეს საფუძველი თქვათ უძილობის. შფოთვა არის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი ძილის დარღვევაში. ძილის დარღვევა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მენტალური, ფსიქიკური დარღვევების, ასე ვთქვათ, კლასიფიკაციაში და ინსომნია. ინსომნია. ვისთან, რას და როგორ ვუმკურნალოთ? ძილის დარღვევის თვითმკურნალობა პრეპარატებით არის უბრალოდ ძალიან საშიში. მელატონინი გარდა იმისა, რომ ძილისთვის უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, უჯრედული ჰორმონია, ხო, სწორად ვამბობ რა? ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიმსივნური პროცესების განვითარებაში. მელატონინის გამომუშავება იწყება ღამე, როდესაც ბნელდება. ამან მოიტანა ბევრი კლასიკეთაც, მაგრამ მოიტანა ძალიან ბევრი პრობლემაც. რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ჩვენი ცირკადული და ბიოლოგიური რითმი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ნახეთ, ძილღვიძლის სამედიცინო ასპექტები. ჩვენ სხვადასხვა ხერხს ვურჩევთ ჩვენ პაციენტებს იმისათვის, რომ ისინი დამშვიდდნენ, მოდუნდნენ და განეწყონ იმისათვის, რომ დაიძინონ. ძილის დარღვევების ცენტრის ხელმძღვანელი ნათელა ოკუჯავა სტუმრად ვერიკო ბაზიართან. მონადარი კვირას ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.